მივესალმებ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მოდი პირდაპირ ვუპასუხებ ამ შემთხვევაში მერის თავის მართლებას აქედან დავიწყოთ, რომ ყველა ქვეყანაში ხდება თურმე ეს, რა თქმა უნდა, უხვი ნალექები ოდენობა გაიზრდება მსოფლიოს მასშტაბით, ეს კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, თუმცა შეგვიძლია ძალიან მარტივად ავიღოთ მაგალითად კოპენჰაგენი, რომელიც არის სანაპირო ქალაქი თბილისისგან განსხვავებით, წესით მას უფრო მეტად უნდა ჰქონდეს უხვი ნალექის პრობლემა, წყლის მოვარდნის და შეკავების პრობლემა, მაგრამ ამ ქალაქს 100 წლის განმავლობაში მისი პროექტებიდან გამომდინარე, მსგავსი პრობლემები არ შეექმნება, რაც თბილისში ხდება. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტები, ურბანული პროცესები და ინფრასტრუქტურული საკითხები ისე გვარდება, რომ ქალაქის მმართველობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ არა მხოლოდ მისი მმართველობის პერიოდში ეს ავტომატურად ასე უნდა იყოს, არამედ მისი მმართველობის შემდეგაც, წლების შემდეგაც კი ქალაქს არ ქონდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ თბილისში და ზოგადად საქართველოში, თქვათ იგივე პრობლემობა შეიქმნა თელავში, ხედავთ ანუ საპირისპირო ნაბიჯებს, ხომ? არავინ არ გეგმავს, ფიქრობს ქალაქზე, რა მოხდება უხვი ნალექის შემთხვევაში, რა მოუვათ ადამიანებს, არც ერთი ინფრასტრუქტურული ნაბიჯი არ იდგმება ადამიანების საკეთილდღეოდ. ანუ მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებები მიიღება იმ პირობებით, ვინ რა მოგებას მიიღებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტიდან. ესე ფიზიკურად ბიზნესია გათვლილი ყველაფერი და არ ხდება გათვალისწინება ქალაქის თუ რეგიონის ინტერესების. ანუ წლები დასჭირდა გენერალური გეგმის დამტკიცებას თბილისთან დაკავშირებით, რომ ვისაუბროთ, თქვენ თელავი ახსენეთ და პრემიერ კობახიძეს მოუწია აღიარება, რომ არასწორად იყო გაცემული ნებართვები, სამშენებლო ნებართვებს გულისხმობ. თუმცა სულ მუდმივად ხდება აპელირება სამშენებლო ნებართვებზე, რომელსაც დედაქალაქის მერიაც გასცემს. აქ არა კომპეტენტურობის პრობლემა გვაქვს, თუ ორი პრობლემა გვაქვს. პრობლემა იმის, რომ ყველაფერი მოარგეს ბიზნესს. ორივე ერთდროულად მუშაობს. ერთი რომ ყველაფერი მოარგეს ბიზნესს და მეორე რომ კომპეტენტურობის პრობლემა არსებობს. ანუ ერთი ფაქტორი არის, როდესაც კერძო ინტერესი არსებობს, ის ავტომატურად, როცა სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ავტომატურად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. ეს არ ხდება კერძო პროექტის შემთხვევაში, მაგრამ თუ სახელმწიფო გადაწყვეტილებაში კერძო ინტერესი შემოდის, ის წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესთან. ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა. ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთანაც და ბიზნეს ინტერესებთანაც. არაკომპეტენტურობა რაში გამოიხატება? ნებისმიერი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც ჩვენ თბილისში ვხედავთ და ზოგიერთი მათგანი ძალიან მოგწონს, ანუ ვიზუალურად სკვერები ესთეტიურია, დამოკიდებული არის, ანუ მის მიღმა უნდა არსებობდეს სხვადასხვა ნაბიჯები, რას მოუტანს გრძელვადიანად ეს ქალაქს. ამ შემთხვევაში თუ სხვა ქალაქები იღებენ გადაწყვეტილებას იგივე კოპენჰაგენი თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის ჩინეთის ქალაქები, ანუ ქალაქები, რომელსაც აქვს საფრთხე, რომ ის დაიწორება უხვი ნალექის საფრთხები არსებობს და გლობალური, ანუ კლიმატის ცვლილება ამას მოასწავლებს, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თუნდაც სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების დროს შექმნან ისეთი პირობები, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში ეს ნალექი მიიღოს მიწამ, ანუ გაიჟღინთოს, რაც შეიძლება მეტი ესეთი სივრცეები შეიქმნას, სადაც დაგროვდება თუნდაც წყალი. ანუ ამას ქვია ესეთი ღრუბელი ქალაქები არის, რომელსგან ღრუბელი გადაწყვეტილება, როდესაც უხვი ნალექი, როდესაც მოდის, შეიძლება თლიანად უხვი ნალექის სანიაღბრე ინფრასტრუქტურა ვერ მიიღოს, ეს ძალიან ბუნებრივი არის და თელ სანიაღბრე ინფრასტრუქტურას ქალაქი ვერ შეცვლის ერთიანად. ეს ნორმალურია, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ანუ იმას, რომ რაღაცა რისკებს შეხვდეს ქალაქი, ამას ხომ არავინ არ აკეთებს. ანუ ქალაქის დაბეტონებამ გამოიწვია ის, რასაც ჩვენ ახლა ყოველწლიის შემდეგ ვხედავთ, ამას ამბობთ? მათ შორის დიახ, მათ შორის სარეკრეაციო აი ამ სკვერების არასწორმა მართვამაც, მათ შორის მწვანე სივრცეების არასწორმა მართვამაც, მათ შორის აი თუნდაც რაღაც მცირე ინფრასტრუქტურული ნაწილის, როდესაც უხვი ნალექები ერთად გროვდება
ეს უხვი ნალექები თუ გადანაწილდება სხვადასხვა არეალზე, ჩვენ არ მივიღებთ მდინარეებს ქუჩებში. ანუ ჩვენ გვექნება სხვადასხვა არეალზე გადანაწილებული უხვი ნალექები. თუ წინას ამის გათვლა შესაძლებელია, ანუ ეს არის უმარტივესი მათემატიკა ქალაქ გეგმარებაში და ინფრასტრუქტურაში. უმარტივესი მათემატიკა, რომ ვიცოდეთ დაახლოებით, ანუ მეტობით გავიანგარიშოთ უხვი ნალექის შემთხვევაში რა ოდენობის ნალექი დაგროვდება სახურავებზე ჩამონადენი წყლები თუ ასე შემდეგ. როგორ მიიღებს ჩვენი ეს სანიაღვრე ინფრასტრუქტურა და თუ ვერ მიიღებს, რა ზომები უნდა მივიღოთ. ამ რა ზომების ნაწილში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. გეგმარებითი დოკუმენტი არსებობს, თუმცა მუდმივად ურბანისტები საუბრობთ იმაზე, რომ დიდია საფრთხეები იმ განაშენიანებისა, რომელსაც ქალაქში არის. რა ტიპის საფრთხეების წინაშე დგება ქალაქი ასეთი განაშენიანების პირობებში, რამდენად სერიოზულია ეს საფრთხეები და მეორე, რა დანიშნულება აქვს მაშინ ამ დოკუმენტს, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც წლები დასჭირდა რომ მიეღოთ. მოდი ბოლო კითხვიდან დავიწყებ. ამ დოკუმენტს რეალურად ძალა არავინ არ მისცა. თვითონ დოკუმენტი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, რომ თავისი ძალა ჰქონდეს. ეს ძალა უნდა მიეცა, რა თქმა უნდა, მმართველ ძალას, ვის ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ დოკუმენტის იგნორირება ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც ან კერძო ინტერესი სადმე არსებობს. ყოველ ჯერზე, აი გამონაკლისის გარეშე, ხო? შესაბამისად, ახლა ჩვენ ამ დოკუმენტს რამე ესეთი ძალაუფლებას ვერ და პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ, თუ მას არ დაიცავს მმართველობა, შესაბამისად ეს არის უბრალოდ დოკუმენტი, რომელიც ვერ ფუნქციონირებს და ამ შემთხვევაში თბილისში ეს მივიღეთ. იმდენჯერ შეიცვალა ქალაქის გენერალური გეგმა, რომ უკვე მას დღეს უკვე აქვს თუ არა რაიმე ფუნქცია, კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხო, მეორე საკითხი ახლა, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საფრთხეების შესახებ, ანუ იმ განაშენიანების პირობებში, ანუ ისეთი გაუაზრებელი, ანუ ძალიან რამდენჯერმე ახსენა თავის დროზე ქალაქის მერმა, რომ აი ქაოტური განაშენიანება სად არის. ქაოტურია განაშენიანება, როდესაც არ ხდება რისკების შეფასება. ეს არის ქაოსი და ამაზე ვსაუბრობთ, რისკების შეფასება თბილისში არ ხდება და შემდეგ ხდება თავისმართლება და ეს თავისმართლება არ შეიძლება რომ შენ როდესაც პასუხისმგებლობას იღებ მმართველობაზე, მუდმივად თავისმართლების რეჟიმში იყო, მაშინ არ გამოდიხარ მმართველი. შესაბამისად, ანუ რისკების შეფასება არ ხდება, როგორც ვთქვათ, უხვი ნალექის შემთხვევაში, არ ხდება გაცილებით უფრო დიდი საფრთხეების შემთხვევაში, ეს იქნება მიწისძვრების შემთხვევაში, ეს იქნება ხანძრის შემთხვევაში. უამრავი ლოკაცია ქალაქში, რომელიც სხვადასხვა ესეთ მოვლენას, სტიქიური იქნება ეს თუ სხვა ტიპის მოვლენა ვერ შეხვდება მზად. და ძალიან საშიშია ეს ადამიანებისთვის, ანუ თბილისში ცხოვრება ყოველდღე უფრო საშიში ხდება. მადლობა ანა ბიბილაშვილი, ურბანისტი, არქიტექტორი იყო დღის ამბების სტუმარი.